სალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება გაშლა მნიშვნელოვანი მოვლენა. რა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამ დღეების განმავლობაში შენს ცხოვრებაში? ხო, ამ დღეების განმავლობაში გულისხმობ, იმ დროს, როდესაც უყურებთ და მოისმენთ ამ გაშლას, მაშინ იქნება ეს აქტუალური და რა იქნება ეს, რატომ იქნება ეს ასეთი მნიშვნელოვანი, რას მოგიტანთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და ჯამში დადებით იქნება თუ არა და რა უნდა იცოდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ, ხო? ასე რომ ვისაც აინტერესებს, დარჩით და მოისმინეთ. გვექნება სამი პოზიცია, პირველი, მეორე, მესამე. შეგიძლიათ აირჩიოთ დასტა, შეგიძლიათ აირჩიოთ ციფრი 1-დან 3-ის ჩათვლით. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემოგვერდეს. მე კი დავწყე. აბა დავიწყოთ პირველი პოზიციის ცხოვრებაში რა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ახლა ამ დღეების განმავლობაში. რა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება? თვითონ მოვლენა, უფრო გაგვიხსენით ეს მოვლენა. რატომ იქნება ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? რას მოუტანს პირველ პოზიციის ცხოვრებას და ჯამში დადებით იქნება თუ არა. და რა თქმა უნდა, რჩევა პირველ პოზიციას, რომ იცოდეს პირველმა პოზიციამ როგორ იმოქმედოს. ესე იგი, მოვლენა გაგვიხსენით, ახლა ისე ჩქარა დავალაგე, კიც დამავწყდა. ესე იგი, თვითონ მოვლენა, თავარი გაგვიხსენით, რატომ იქნება მნიშვნელოვანი, რას მოგიტანთ თქვენ ცხოვრებაში და დადებითი იქნება თუ არა. თვითონ მოვლენა, ნახოთ. საინტერესოა, ორიანი პენტაკლი. ნახოთ. კარგი. ესე იგი, ეს მოვლენა უფრო მეტად გამოსვლა, რაღაცა აქ ციკლურობიდან გამოსვლა. თუ პირველი პოზიცია იყო რაღაც, ასე რომ ვთქვათ, ჩარჩენილი რაღაც ერთი და იგივეში, ეს შეიძლება ყოფილიყო სიტუაცია ვინმესთან დაკავშირებით, ან ზოგადად ცხოვრებისეული ეტაპი, სადაც რაღაცა ერთი და იგივე მეორდებოდა და ვერ გამოდიოდა აქედან პირველი პოზიცია, ხო? ახლა მნიშვნელოვანი მოვლენის მთავარი კარტა, მახასიათებელი იქნება ზუსტად ეს. გავაგრძელოთ. უფრო მეტი. აქ all inclusive როგორც იტყვიან, ესე იგი აქ მნიშვნელოვანი მოვლენა ზუსტად ეგ არის, რომ რაღაცა, თქვენ პირველ პოზიციას ჰქონდა რაღაცის ამბიცია, ჰქონდა რაღაცის სურვილი, რაღაც მიეღწია, რაღაც მიიღო, მაგრამ იყო გარკვეული ჩელენჯები, რაც როგორ რაღაცა იცით, მაგალითად რომ მე ეს ვაშლი რომ მინდა რომ ავიღო, მაგრამ ვიღაცან რაღაცა მიშლის ხელს და მე ვერ წვდები ამ ვაშლს, ვერ ვიღებ, ხო? აქაც რაღაცა ისტორია აქვს პირველ პოზიციას, რომ რაღაცა სურს პირველ პოზიციას ძალიან ძლიერად, მაგრამ რაღაცა ვერ ხერხდება ეს და ამას ეჭიდავება პირველი პოზიცია და ზუსტად ეს არის აქ მნიშვნელოვანი მოვლენა. და ამის საბოლოოდ დასრულება. ხო, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ ამ სიტუაციაში, ხო? მე ვფიქრობ, აქ ვიღაცასთან ერთად ამ სიტუაციას ერთობლივად ასრულებთ, იმიტომ რომ აქაც ორია და პლუს აქაც ორია. ეს ვიღაცასთან ერთად, ხო? თუ მაგალითად პირველი პოზიცია და სიტუაცია, პირველი პოზიცია და ვიღაცა. 8 თქვენ ვიღაცასთან ერთად სიტუაციაში, ხო? ხართ რაღაც ასეთ ბუქსიურ სიტუაციაში, ხო? არ ვიცი ახლა შესაძლოა გრამატიკულად არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამიგეთ, ისი თქმაც მინდა, ვფიქრობთ, ისეც გაიგებთ, ხო? ძალიან ისეთ სიტუაცია, ვიტყოდი, რთული, ისეთი კარგი და მნიშვნელოვანი მოვლენა აქ ზუსტად თვითონ ეს სიტუაცია კულმინაციამდე რომ მივა, თუ აქედან გამოსვლა, კატა არის, მივა კულმინაციამდე, აქ შესაძლოა იყოს, როგორი რაღაცა, იცით, ემოციური დაძაბულობა, ამ სიტუაციით გამოწვეული ემოციური დაძაბულობა. ბოდიშით, ისეთ პირობებში ვიწერ, რომ ძალიან რთულია რაღაც დავრელაქსდე, ხან ვიღაცამ დარეკა, ხან რაღაცა და ასე ვუგზავ მეც ამ ისტორიის მსგავსად. ესე იგი, აქ მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ რაღაცა რაც სურს პირველ პოზიციას, რაღაცაში ეშლება ხელი, რომ ეს რაღაცა მიიღოს. ეს არის აქ. და რატო ხდება ასე? და ისევ ნახეთ, ისე 8 თქო. 2. აქ თქვენ ხართ და ვიღაც. ეს სასიყვარულო სფეროს ეხება თუ არა?
ეს ეხება სასიყვარულო სფეროს, პირად ურთიერთობებს. აქ ხელი ეშლება რაში? მას და ამ ადამიანს ეშლება, რომ თვითონ რაღაცნაირად ვერ ირჩევენ, თუ აქ გარე პირობები, მესამე ფაქტორები, სამკუთხედები, ოთხკუთხედები თვითონ? არა, სამკუთხედები, ოთხკუთხედები არის მეგობრებო აქ. აქ მაშინ არის შემდეგი სიტუაცია. რაღაც ურთიერთობის ფორმატი ისეთი ვერ არის, როგორც უნდა პირველ პოზიციას. გიშლით ხელს ვიღაცეები, რაღაცეები, შესაძლოა ან თქვენ იყოთ კიდე სხვა ურთიერთობაში, ან ის ადამიანი იყოს კიდე სხვა ურთიერთობაში, ხო? ასეთი რაღაცეები, გარემო ფაქტორები შესაძლოა იყოს თუ მაგალითად პირველ პოზიცია ისმენს და თვითონაც არა სხვა ურთიერთობაში და არც ის ვიღაცა კონკრეტული პიროვნება, ვიზით ფიქრობთ აქ ის არ იმყოფება სხვა ურთიერთობაში, ასევე აქ შეიძლება იყოს დისტანცია და სხვა ესეთი ფაქტორები, სხვადასხვა ქალაქის, სხვადასხვა ქვეყანა, ან რაღაც ესეთი მესამე ფაქტორები, რაც ვერ გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ერთად იყოთ, ხო? და აი რაღაცა ასეთი სიტუაციაა და ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა. აი ამაზე არის აქცენტი ამ დღეების განმავლობაში. ძალიან საინტერესოა რატომ? ნახოთ. რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აქ მე ვფიქრობ რაღაც განიმოხდება და დაიხურება საბოლოოდ და მიტომაც არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ საბოლოოდ მოგვარდება ესე კი? მოგვარდება. აქ საბოლოოდ მოგვარდება რაღაც აი ეს საკითხი, რასაც ვისაუბრეთ აქ. მოგვარდება როგორ? თვითონ პირველ პოზიცია მოაგვარებს ეს ადამიანი, ვისთანაც ერთად არის პირველ პოზიცია ამ სიტუაციაში თუ ორივე ერთად? თვითონ პირველი პოზიცია, არა, თვითონ პირველი პოზიცია მოაგვარებს. თვითონ პირველი პოზიცია შეცვლის ამ ვითარებას. როგორ შეცვლის რაღაც? ხო, თვითონ პირველი პოზიცია გადაწყვეტს, რომ всё რა, მე ასე აღარ შემიძლია და მოდი რაღაცა საერთოდ ახალ ეტაპზე გადავიდეთ. არ გამოვრიცხავი იმასაც, რომ პირველმა პოზიციამ ამ სიტუაციაში ადგეს და თქვას, всё, დავიღალე, აღარ მინდა. მაგრამ იმიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ თქვენ აი ამ მძიმე სიტუაციას, ამ დაბრკოლებას საბოლოოდ, ასე რომ ვთქვათ, ხურავთ და აი ამ ცირკულირებიდან ერთი და იგივე წრეზე ტრიალისგან გამოდიხართ. და ძალიან რთული იყო, რომ ეს ბალანსი შეგენარჩუნებინათ ამ სიტუაციაში და როგორც იქნა თქვენ ამას ახერხებთ. აქ კონკრეტულად უმთავრესი გმირი არის პირველი პოზიცია, იმიტომ რომ თვითონ აკეთებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას, თქვენ თვითონ. რას მოგიტანთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? გარკვევას, გეგმების დალაგებას, გარკვეულობას, მე ვიცი სად მივდივარ, მე ვიცი რას ვითხოვ. უფრო მეტ როგორ თქვა, როგორც იქნა გეცოდინებათ, რა ხდება, როგორ და რანაირად. აქ არ იქნებით იმაში, რომ ისევ სადღაც გარკვეულობაში მივდივარ, ისევ ჩემზე არის ყველანაირი წნეხი, ყველანაირი პასუხისგებლობა, არა, აქ იქნება აბსოლუტური უფრო მეტი გარკვეულობა და შანსიც. აქ იქნება იმის შანსიც, რომ ამ კონკრეტულ პირობამ თქო, პიროვნებამ უფრო იაქტიუროს. შესაძლოა ამ ადამიანთან ვისთანაც ხართ ამ სიტუაციაში, ამ ადამიანმაც, ასე რომ ვთქვათ, უფრო იაქტიუროს თქვენთან დაკავშირებით და რაღაც ეს სიტუაცია აქ მოგვარდეს. მე არ ვიცი ახლა ზუსტად დეტალი როგორ გვარდებოდა რაღაცები და არც ვკითხავ ამას, იმიტომ რომ ეს საჯარო გაშლა და ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია, ხო, რა თქმა უნდა და ამიტომ მე აქ სიღრმისეულად ამ ამბავს არ ჩავყვები. ვისაც დაინტერესებს, შეუძლია უკვე ინდივიდუალურ ტარო სესიაზე მოვიდეს ჩემთან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ზუსტად იმიტომაა ეს მოვლენა, რომ აი ეს რაღაც ერთი და იგივე წრეზე ტრიალი სრულდება და რაღაც ეს ჩელენჯური სიტუაცია, რომ ქონდა პირველ პოზიციას და ხელი ეშლებოდა და თვითონ თავის მხრებზე ათრევდა ამ სირთულეს, ხო, როგორც იქნა ეს იხურება და ამას ხურავთ თქვენ. და რასაც მოგიტანთ თქვენ ცხოვრებაში ეს სიტუაცია და ეს მოვლენა, იქნება აბსოლუტური გარკვეულობა, გეგმები და იმ გეგმებისკენ ქმედება, რაც თქვენ აქამდე არ გამოგდიოდათ. იმიტომ რომ ან ვიღაცეები და ან მესამე ფაქტორები გიშლიდათ ხელს. კარგი, ჯამში ეს ვითარება იქნება დადებითი, ძალიან დადებითი. ეს იქნება აბსოლუტურად დადებითი. პირველ რიგში დადებითი, იმიტომ რომ თქვენ მიიღებთ იმას, რაც თქვენ გსურდათ. პირველი პოზიცია აქ როგორც იქნა გააკეთებს იმას, რაც მას სურს, თქვენ დააფაცებთ თქვენ ინტერესებს, თქვენ საკუთარ თავს და მიიღებთ სიტუაციიდან იმას, რასაც თქვენ მართლა იმსახურებთ, ხო? და თქვენი დრო უბრალოდ რაღაც სისულელეებში აქ არ გაიხარჯება და არ დაიხარჯება. ასე რომ ერთი სიტყვით ეს სასიხარულოა. ძალიან სასიხარულო მოვლენაა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. ესე იგი, ტვირთი როგორც იქნა მიდის. რა ვთქვა, მიდის და იმიტომ მიდის, რომ თქვენს წინაშე არის აქ ნებისმიერი რაღაცა და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეს თუ ეს, ასე მომაგვარო თუ ისე მომაგვარო, იმიტომ რომ სიტუაცია აღარ არის დაბლოკილი.
აბსოლუტური წვდომა გაქვთ, რომ ეს რაღაცა სიტუაცია ვინმესთან დაკავშირებით, ასე რომ ვთქვათ, ისე წაიყვანოთ, როგორც თქვენ გინდათ. რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში გულისხმობ და არა მავნებლურ კონტექსტში. ასევე აქ ისიც მინდა დავამატო, რომ ნუ იფიქრებთ მხოლოდ სასიყვარულო ჭრილში, ხო? იმიტომ რომ შესაძლოა ახლა ისეთი ფართო აუდიტორიაა და ზოგი უსმენს და საერთოდ მისთვის არ არის ახლო ეს პირადი ურთიერთობები, ხო? შესაძლოა ეს იყოს რაღაც სხვა თქვენთან დაკავშირებული სიტუაცია თქვენში, ან ზოგადად თქვენ ცხოვრებაში, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ რა რჩევებიც გავაჟღერე და რაზეც ვისაუბრე, შეიძლება აქტუალური იყოს ნებისმიერ ვითარებაში. არ არის აუცილებელი მანდა მაინც რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა იყოს, ხო? ნუ ზოგადად რატომაც არა, შეგიძლიათ აქ იპოვოთ რაღაც თქვენთვის მინიშნებები და რჩევები. კარგი რჩევა პირველ პოზიციას ამ ვითარებაში. Beyond the ego, surrender to the fall of ego-სთან დაკავშირებული სიტუაცია, რომ თქვენი ego დაამშვიდეთ. ego დაამშვიდოს რა კუთხით? ანუ რაღაც ამბიციები, ნუ უნდა რაღაც მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. ნუ ილტვით ეგრევე, აი როგორ იცით, აი ამ წუთას ახლავე მე მინდა რომ დავიპყრო მთელი სამყარო, ან ისე გავაკეთო როგორც მხოლოდ მე მინდა, ხო? აი ეცადეთ ასე ნუ იმოქმედებთ, არამედ მოусმინოთ თქვენს გულს, თქვენს ინტუიციას, სხვა ადამიანებიც გაითვალისწინოთ და ესე მშვიდად, წყნარად, გაწონასწორებულად, წინდახედულად მიყვეთ ამ სიტუაციას კონკრეტულ ადამიანთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ ფოდიშით მომიწია დაპაუზება. ხო, და ამიტომ აქ თქვენ არ ახართ მარტო ამ სიტუაციაში და იმ პიროვნებასთან ერთად ვისთანაც ერთად ხართ აქ, აი იმასთან ერთად რაღაც ისე იკონტაქტეთ. ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციური დიპლომატია აქ და რაღაც ერთად მოაგვარებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ პირველი პოზიცია აკეთებს მთავარ მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მოვლენაში. ეს მოვლენა მალე მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ნუ ჩვენ ვიგულისხმობთ 10 დღის განმავლობაში, ასე რომ კი 3 შესაძლოა აი ახლა 3 ამ დღიდან 3 დღის განმავლობაში ან სადაც ისეთი თარიღი სადაც არის ციფრი 3 ხო 3 ნებისმიერ რამე შესაძლოა იყოს პრინციპში 3 საათი 3 დღის მერე ან უბრალოდ ისეთი თარიღი სადაც არის 3 მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გაშლაში ჩვენ ახლა აქ 1 წელი არ გუგულისხმია მაქსიმუმ 10 დღე ასე რომ ისეთ და ასეც მალე იქნება ეს ასე რომ ასეთი ვითარება, ასეთი სიტუაცია პირველ პოზიციისთვის, წარმატებები პირველ პოზიციას უსურვებთ წარმატებებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად დალაიქეთ ეს გაშლა, დატოვოთ თქვენი კომენტარი, ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ჩვენ კი გავაგრძელოთ გაშლა. და მივიდეთ მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ. ნახოთ, აბა. მეორე პოზიციის ცხოვრებაში, აი ამ დღეებში, თავარი მნიშვნელოვანი მოვლენა. უფრო გაშალეთ ეს მოვლენა. მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს მოვლენა? ასეთი მნიშვნელოვანი, რას მოუტას მეორე პოზიციაში მის ცხოვრებაში და ჯამში არის პოზიტიური, ნეგატიური და რჩევა. აბა თვითონ მნიშვნელოვანი მოვლენა. ცხრიანი თასები. აქ აშკარად სიამოვნების მიღება, საჩუქარი, ავსება, სიხარული. კარგი, გავშალოთ, უფრო ვრცო. ნუ არ ვიცი, აქ ძალიან აქ მე მგონი არც არის ეს კითხვა საჭირო, იმიტომ რომ აშკარად დადებითი სიტუაცია, დადებითი ენერგია, აქ სასიხარულო ამბები, აქ არ გამომრიცხავ, აქ არც ორსულობის ამბავს, იმიტომ რომ ამ კარტში პირდაპირ აი ნუ ხო ხედავთ, ხო? არ გამოურიცხავ, პლუს ესეთი კარტებია აქ, არ გამოურიცხავ ასეთ ამბებს, რომ რაღაც ორსულობაზე შეიტყოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის რაღაც მატერიალური, რაც უკავშირდება ფიზიკურ სამყაროს და თქვენ ამ ინფორმაციას იღებთ, ხო? აქ არის რაღაც სასიხარულო ინფორმაცია. იმ დონის სასიხარულო ინფორმაცია, რომ საერთოდ თქვენ ცხოვრებას შეცვლის. ესე იგი, მნიშვნელოვანი მოვლენა აქ არის სასიხარულო ამბავი. კი, აქ არის სასიხარულო მოვლენა, სასიხარულო ამბავი, არ ვიცი, რაც ამ რაღაცაზე, რაც აქ არის სასიხარულო, ამაზე დიდი ხანია, რაც მეორე პოზიცია ფიქრობდა და სურდა.
კი, გინდოდათ, რომ ეს მომხდარიყო. და ეს ასეც კი და გექნებათ კიდეც საბაბი, რომ ეს რაღაც აღნიშნოთ. ვაუ. აქ ძალიან მაგარი რაღაც ხდება მეორე პოზიციის ცხოვრებაში. კარგი, ვნახოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. რატომ დახურვა რაღაცის, დახურვა დახურვა ხო. გამოსვლა არის დევილიდან? თუ რაღაც ისეთი დადებითად დევილური სიტუაცია. მნიშვნელოვანი რატომ არის კიდევ ემოციები, ძალიან გავს აქ ბავშვის ამბავს რა გავაკეთო, აი ძალიან ესეთი პირველად რა ასოციაციებიც წამოვიდა არის ეს ძალიან არ ვიცი ახლა ვისთვის აქტუალურია ეს ინფორმაცია და ვისთვის არა, შესაძლოა ვიღაცას საერთოდაც არ უნდა, მაგრამ აი ვიღაცისთვის უეჭველი, ტყუილად არ ვამბობ ამას, ვიღაცასთან აი ძალიან აქტუალურია ეს ინფორმაცია, მართლა გეუბნებით, მაგრამ ისედაც რო განვაზოგადოთ, ხო? მაშინ აქ კიდევ ვფიქრობ, ხო, რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო? რატომ არის? იქნებ რაღაც ისეთი სიტუაცია, აქ რატომაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაც ახალი ემოციები ვნება. თუ რაღაც მძიმე სიტუაციის დახურვასაც არჩევანი არ იყო. მძიმე სიტუაციის დახურვა შეიძლება, მაგრამ აქ არის იმიტომ მნიშვნელოვანი, რომ რაღაც ვნება, ემოციები, ავსება და კიდევ ხა მატერიალური სიხარულიც არის აქ. კარგი, მინდა გავარკვევ ახლა, ეს უკავშირდება რას? მაინც რას უკავშირდება ეს? სიძლიერეს. სიძლიერეს შინაგანს, ვინმესთან თვითონ მეორე პოზიციის, ხო, თვითონ თქვენ სიძლიერეს, თვითონ მეორე პოზიციის სიძლიერეს გაუმკლავდეს რაღაც ისეთ მომენტებს, იმოქმედოს. ესე იგი, მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ექნება შესაძლებლობა იმოქმედოს, კი? აქ ემოციებია. აქ ვნება, ემოციები, არ ვიცი. აქ სასიყვარულო ამბავია? თუ სხვა? კი, სასიყვარულო თუ სხვა? თუ ორივე ერთად. კარგი. პირდაპირ ასე ვკითხოთ. სფეროებით ვნახოთ. სასიყვარულო, თვითგანვითარება, კარიერა. ჯანმრთელობა. სასიყვარულო, ახლა რა თუნდა მას არა. ფინანსებიც არის სხვათა შორის. ფინანსები, თან ნახეთ, ფინანსები, მეფე, სასიყვარულო, დედოფალი, ორივე. სასიყვარულო და ფინანსები და ზუსტად მნიშვნელოვანი აქ არის იმიტომ, რომ აი რაღაც თუ იყო მძიმე სიტუაცია, საიდანაც ვერ გამოდიოდით, გინ სიყვარულში, გინ ფინანსებში, აი ეს იხურება. ამ გაურკვევლობას აღწევთ თავს, აი ამ რაღაც უღრან გაურკვეველი ტყიდან გამოდიხართ, თქვენი სიძლიერის გამო. რას მოუტანს ეს ეგ არის. ახალ შანსებს. მოგიტანთ ახალ შანსებს. რისთვისაც იბრძოდით, რაც დაიმსახურეთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ შანსებს მოიტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში და არ არის გამორიცხული, ასევე ეს ეხებოდეს ფინანსებს. რაც პრინციპში ვნახეთ ფინანსებში, უფრო დასტაბილურებას ურთიერთობაში, ახალ საფეხურს ან ისეთ ურთიერთობას, სადაც არის შანსი თქვენთვის. ძალიან მაგარი რაღაც. კარგი, ჯამში დადებითი. არა, დადებითია უფრო აქ მეგობრებო და დადებითში პენტაკლების მეფე და აქ კიდე პენტაკლების დედოფალი, ნახეთ. რანაირად არ არის ახლა ეს სასიყვარულო ამბავი, კიდეც ვნახეთ პრინციპში რო არის, ხო? ესე იგი აქ არის დადებითი, იმიტომ რომ პენტაკლების კი წყვილი. დადებითი ამბავი იქნება, იმიტომ რომ თქვენ იქნებით აქ წყვილში ვიღაც პიროვნებასთან ერთად და ეს იქნება სასიხარულო ამბავი თქვენთვის. ეს ძალიან ზოგადად თქვი ახლა, ხო? თუ შევაჯამოთ ჯამში. კარგი, რჩევა მეორე პოზიციას აქ. Free will. Get out of your cocoon. გახსოვდეს, რომ შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და შენ თვითონ შეგიძლია შენი თავისუფალი ნებით გააკეთო არჩევანი. ოღონდ ამისთვის საჭირო რომ გამოხვიდე შენი კომფორტული ზონიდან და შეხედო იმას, რომ რეალურად არჩევანი სულ არის და შენ თავისუფალი ხარ აირჩიო ის, ვინც გინდა და რაც გინდა. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სასიხარულო მნიშვნელოვანი მოვლენაა მართლა, რაც დაგეხმარებათ, რომ გახდეთ პენტაკლების დედოფალი ვიღაც მეფესთან ერთად, პენტაკლების მეფესთან ერთად. ძალიან მაგარი კარტები, აი
ის რაც გინდოდათ იმას მიიღებთ. აქ ისიც შემიძლია თქვა, რომ აქ რაღაც სურვილის ასრულებაც შესაძლოა იყოს, ხო? მიიღოთ ის, რაც გინდოდათ საკმაოდ დიდხანს და ამის შესაძლებლობა აქ მოგეცემათ. ასე რომ აირჩიეთ ეს. წარმატებები მეორე პოზიციას, დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ თქვენი კომენტარი და ვისაც უფრო მეტი დეტალური გაშლა სურს, გელოთებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩვენ კი გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. და ვნახოთ რას გადმოვიდა. ნუ აქ ძლიერი კონექტი გექნებათ მამაკაცთან მეორე პოზიციას. ისევ თქვენზე ამოვარდა, ვინც ჯერ კიდევ ისმენთ. კარგი, გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. ვნახოთ მესამე პოზიცია. რას მოგვეყვება? აი. აბა ვნახოთ მესამე პოზიციის მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ დღეების განმავლობაში. მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ დღეების განმავლობაში. გახსენით ეს მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა. რატომ იქნება ეს მოვლენა ასეთი მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში? რას მოუტანს მის ცხოვრებას? ჯამში იქნება ეს დადებითი მოვლენა არც ისე. და შედეგი რაღა იყო? რჩევა მესამე პოზიციისთვის. მნიშვნელოვანი მოვლენა. შეყვარებულები. ვაუ. აქ იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა არჩევა. არჩევა, შეთავაზება, შემოთავაზება, არჩევა სიყვარულის, არჩევა, აქ შეიძლება იყოს პირდაპირ კავშირში სიყვარული, რაც თქვენ რომანტიკულ სფეროს უკავშირდება, ხო, რომანტიკულ ურთიერთობებს, ან საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის არჩევა, იმის არჩევა, რაც თქვენ მოგწონთ, გიყვართ. ვნახოთ ზუსტად რა კონტექსტში იქნება აქ უფრო მეტად. ვაუ, მზე, აქ სამართლიანობაც არის, აქ მზე, ესე იგი, აქ მნიშვნელოვანი მოვლენა აირჩიოს, აქ გულისხმობთ სიყვარულის საკუთარ თავის მიმართ და იმის არჩევა, რაც მას უყვარს, თუ აქ კონკრეტულად ვინმე. ნუ რა თქმა უნდა, ისიც რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და წარმოადგენს ფასს, ხო? რაცაც თქვენ აფასებთ, რაც არის თქვენი პრინციპი, გინდა ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება ემოციებს, სიყვარულს, სილაღეს, სამართლიან სუფთა ემოციებს. და მნიშვნელოვანი მოვლენა, ესე იგი, აქ არის ამ დონის სიყვარული. ხო, ძალიან ღრმა ემოციები. მეფე. აქ ისევ არის მამაკაც, ისევ სასიყვარულო. რა გავაკეთო, ისევ სასიყვარულო სიტუაციები ამოდის აქაც. ისევ რაღაც პირადი ურთიერთობების თემა არის აქ. და მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება სიყვარულს. ესე იგი, და თვითონ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კიდევ მაჩვენეთ, დედოფალი. მეფე ხო იყო, ახლა დედოფალი. რო აირჩიოს მესამე პოზიცია. აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ადამიანი. გააკეთოთ არჩევანი ისეთ ადამიანზე, ვინც თქვენ შეგეფერებათ. ვინც შემიძლია თქვა საბედისწეროა და ეს როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი. როგორ და უნდა დაუფიქრდეთ თქვენს თავს. შესაძლოა აქ მესამე პოზიცია არჩევანშია, რამოდენიმე კანდიდატი ყავდეს, ხო, არ ვიცი, მაგალითად. და როგორ გააკეთოთ ეს არჩევანი, კარგად გაეცანით საკუთარ თავს. რეალურად რას ითხოვთ, რას ეძებთ. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, განმარტოვდით, რომ გააკეთოთ ეს არჩევანი. შესაძლოა ვიღაცას არ აქვს არჩევანი, მაგრამ იმისთვის, რომ მოიზიდოთ თქვენ სასიყვარულო სფეროში შესაფერისი პარტნიორი, განმარტოვდეთ და ჩამოყალიბდეთ თუ რას ეძებთ, რა გინდათ, ვინ გინდათ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობაში, რომ მოვიდეს ან რომ იყოს, ხო, ასეთი ადამიანი. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ესე იგი, აქ არის საკუთარი თავის სიყვარული, ხო, ერთი, რა თქმა უნდა, აქედან იწყება ყველაფერი, მაგრამ გულწრფელი, ნამდვილი, ლაღი, გახსნილი სიყვარული თქვენ უნდა გაეხსნეთ. ამისთვის და თქვენ რო ამას გაეხსნეთ, თქვენ უნდა დარჩეთ საკუთარ თავთან, მოირჩინოთ, რაც მოსარჩენია და გახსნეთ თქვენი გული. ეს არის აქ. კარგი, რა მნიშვნელოვანი. მამაკაცი. აქ ისტორია, მნიშვნელოვანი მოვლენა. აქ მესამე პოზიცია მამაკაც რა უარი უთხრა?
ესე იგი აქ მესამე პოზიციას აქ ლტოლვა ვიღაც კონკრეტული მამაკაცის მიმართ, მაგრამ ახლა მათ შორის ახლა როგორი ურთიერთობა? ნუ რაღაც თასები არის და ხმლების დედოფალი მესამე პოზიცია. თქვენ რაღაც დისტანცირებული ხართ ვიღაც კონკრეტული მამაკაციდან, გაქვთ ლტოლვა ნება მასთან დაკავშირებით, მაგრამ თავის არ მოქმედ. მაგრამ არ მოქმედებთ, რაღაც უფრთხილდებით სავით, რაღაც არენდობით. ხო, ვიღაცას შესაძლოა მიზეზიც აქვს, რატომაც არენდობა, მაგრამ ნუ დამნიშნული იმიტომ არის, რომ ეს რეალურად ამ პიროვნებას აი ასეთი ამ პიროვნებას შეუძლია რომ მოგცეთ რეალური ისეთი ურთიერთობა, რაც ასე ავსებს. კარგი, ეს პიროვნება პირიქით შეუძლია ამის მოცემა თუ არა? ამ პიროვნებას შეუძლია ემოციების მოცემა, მაგრამ არ შეუძლია თქვენთან კონკრეტული ფორმატი სტაბილური გქონდეს. აი ეს არის აქ. და რა გააკეთოს აქ მესამე პოზიციამ? არც არაფერი არ უნდა გააკეთოთ, თქვენ არ უნდა აიღოთ ამ კონკრეტულ პიროვნებასთან მისი გადაწყვეტილება თქვენ თავზე. თქვენ მხოლოდ თქვენ საკუთარ თავისთვის უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არა მისი გადაწყვეტილებაც. მან თვითონ უნდა გადაწყვეტოს მისი ამბავი და თქვენ უნდა გადაწყვეტოთ მხოლოდ თქვენი ამბავი, თქვენი გადმოსახედიდან. ესე იგი, აქ არის რაღაც ისეთი სიტუაცია ვიღაც მამაკაცთან, ვისთანაც თქვენ დიდად არ იხსნებით, ხო? გარკვეული მიზეზების გამო სავარაუდოდ, ამ ადამიანს შეუძლია, რომ აი მართლა სიყვარული, ემოციები, ყველაფერი ეს მოგიტანოთ თქვენ, მაგრამ არ შეუძლია მოგცეთ კონკრეტული სტაბილური ფორმატი, რომ აი მე შენ მიყვარხარ და შენ ხარ ჩემი მაგალითად სტაბილური შეყვარებული, ხო? ვისთვისაც ეს ინფორმაცია აქტუალურია, რა თქმა უნდა. და აი ეს არის აქ შეკითხვა. ეს არის ზუსტად აქ კითხვის ნიშანი, რამდენად საჭიროა ეს ადამიანი თქვენთვის და რამდენად ჭირდება ეს პიროვნება. რეალურად, ხო? დასაწყისში მე აქ სხვა მეგონა, მაგრამ რეალურად ახლა რო ჩავეძიეთ, რეალურად ეს ადამიანი დიდად არ არის საჭირო თქვენთვის. და ზუსტად აქ სიყვარული იმაზეა საუბარი, რომ აირჩიოთ ნამდვილი, ხო, თავარი. ძახილეს ნიშანი, აირჩიოთ ისეთი ურთიერთობა, რაც მართლა ნამდვილ სიყვარულზეა დაფუძნებული და არა რაღაც მიჯაჭვულობა, ტოქსიკურობა და გაურკვევლობა. და თქვენ დაინახოთ ეს. და თქვენ გააკეთოთ არჩევანი, რომ ამაში არ ჩაგითრიოთ აი ამ ადამიანმა აქ. ზუსტად ეს არის აქ მნიშვნელოვანი მოვლენა. იმიტომ რომ ეს ადამიანი ისევ გამოჩნდება, ისევ რაღაცნაირად გამოჩნდება, სავარაუდოდ მოგწერთ ან რაღაცა და ამ გაურკვევლობაში რომ არ ჩაგითრიოთ, თქვენ უნდა დასვათ ასე რომ ვთქვათ საბოლოო წერტილი თქვენთვის. კარგი, რას მოგიტანთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა? ნუ შანს მოგიტანთ, რა თქმა უნდა, მოგიტანთ შანს ეს მთლიანად ეს ისტორია და თქვენ აქ უკვე გაჩნიათ. როგორ იმოქმედებთ, ხო? როგორ გამოიყენებთ ამ შანსს? რისთვის გამოიყენებთ ამ შანსს? გამოიყენებთ იმისთვის, რომ აირჩიოთ ბედნიერება და სიყვარული საკუთარ თავისთვის თუ გამოიყენებთ იმისთვის, რომ პირიქით აირჩიოთ რაღაც ისევ გაურკვეველი ფორმატი. ნუ გააჩნია ხლა თუ თქვენთვის აქტუალური ასეთი ფორმატი, რა თქმა უნდა, თქვენი არჩევანი თქვენიცით. ჯამში იქნება ეს დადებითი, ნუ აი დადებითი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ დიდად დადებითიც მხოლოდ არა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენ ცხოვრებას საერთოდ შეცვლის. გააჩნია რას აირჩევთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თქვენ ცხოვრებაში, ხო? აი ამ ადამიანთან ეს სიტუაცია იქნება მნიშვნელოვანი. ნუ რჩევა ვნახოთ. ნუ შეგეშინდებათ ამ ჩელენჯების. აი ამ ჩელენჯის ამ ადამიანის სახით ნუ შეგეშინდებათ. არ იჩქაროთ შეთ დავაპაუზე. ხო, ერთი სიტყვით აქ არ შეუშინდეთ ამ ჩელენჯს, ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ეს სიტუაცია და ჩელენჯი დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მეტად გაეცნოთ საკუთარ თავს, უფრო მეტად განვითარდეთ, უფრო მეტად დაახლოვდეთ საკუთარ ინტუიციასთან და მიცეთ საკუთარ თავს არჩევის შესაძლებლობა. ანუ რეალურად თქვენ ირჩევთ და არა ის პიროვნება. ანუ თქვენ არ ახართ აქ ისეთ სიტუაციაში, რომ ვაიმე დედა, არჩევანი არის და ნიშნავენი ზუსტად ეს არის აქ, რომ ეს სულ გახსოვდეთ და ირჩევთ საკუთარი თავი. საკუთარ თავის მიმართ სიყვარული და ნამდვილი სიყვარული და არა ის რომ ლიჟბი ვინმე იყოს ჩემს გვერდით, ხო?
ეს არ გვაწყობს, ეს არ გვინდა, ამიტომ ზუსტად ეს არის აქ რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ და თან გავითარებთ, რა თქმა უნდა, თუ გამოიყენებთ ამ რჩევას, თუ არა და თქვენი არჩევანია, გისურვებთ წარმატებებს და აბა თქვენიცით. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. თუ როგორ რეზონირდა და რა ფიქრობთ და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. წარმატებები ყველას.